მოგესალმებით მეგობრებო, მე ლევან ქერტიკაშვილი ვარ და მორიგი ვიდეო ბლოგით გიბრუნდებათ კრევის სამყარო. მივემართებით ევროპისკენ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან და მინდა გითხრათ, რომ ძალიან მაგარი და საინტერესო ვიდეო ბლოგი გველის, იმიტომ რომ მე ვიქნები ერთ-ერთი ძალიან ყველაზე უფრო გამოცდილი, ბევრის მნახველი და ბევრისთვის საყვარელი მოკრევის ხვიჩა გიგოლაშვილის სეკუნდანტი იტალიურ რინგზე. ხვიჩა გიგოლაშვილი, როგორც უკვე აღნიშნე, არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო გამოცდილი ქართველი მოკრევე. მას აქვს ჩატარებული არაერთი ბრძოლა, როგორც საქართველოში, ასევე ევროპის მასშტაბით, თითქმის ყველა ქვეყანაში. მოპოვებული აქვს არაერთი გამარჯვება, დამარცხებული ყავს ინგლისის ჩემპიონი ინგლისშივე და მას გარდა საფრანგეთში, იტალიაში და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ძალიან მაგარი ბრძოლები აქვს გამართული. ხვიჩა გიგოლაშვილს თავის წონის დივიზიონში ყველა იცნობს. ისე როგორც მთელ საქართველოში და აკი ინგლისელებმა ქართველი მაკგრეგორი შეარქვეს. ახლა კი ხვიჩა უკვე იტალიაში მიდის. მინდა გითხრათ, რომ ხვიჩამ შეიცვალა წონითი დივიზიონი. ეხლა იბრძოლებს სუპერ მსუბუქ წონაში და მოკლედ ნახოთ, მე ვფიქრობ, რომ კარგად არის ხვიჩა მომზადებული, ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი ბრძოლის უნარიანობით, თავისი შემართებით, თავისი რინგის გრძნობით. გადანარჩენი უნდა გამოჩნდეს უშუალოდ ბრძოლაში, ძალიან მაგარი მეტოქე ყავს. არ არის ისეთი ბიჭი, რომ წინასწარ თქვათ, რომ იულად მოუგებთ, მაგარი ბრძოლა გველის. ძალიან საინტერესო ღონისძიებაა დაგეგმილი, უმაღლესი დონის მსოფლიო ქამრებით თამაშდება, იტალიის ჩემპიონის ქამრებით თამაშდება და ერთ-ერთი მთავარი ბრძოლა იქნება სწორედ ხვიჩას დაპირისპირება. მივდივართ სამხრეთ იტალიის სამხრეთით, ქალაქ სალერნოსთან ახლოს, ერთ-ერთ პატარა დასახლებაში, სხვა ყველა დეტალებს ჩვენ ვნახავთ. მოკლედ ვეცდები, რომ ამ ჩვენს ვიდეო ბლოგში ჩვენი მოგზაურობის, ჩვენი ასპარეზობის ყველა დეტალი გაჩვენოთ სწორედ ისე, როგორც არის რეალობა და როგორც ხდება სინამდვილეში, ასე რომ მოიწონოთ ეს ვიდეო, გააზიარეთ სოციალურ ქსელებში და გამოვყევით. წავედით. მაშასე მეგობრებო, მოკლედ მე და ხვიჩა მზად ვართ, მართალია ძალიან დაღლილები ვართ. გვემჩნევა სახე, დილის 6 საათია თბილისში. თუმცა გზაც გრძელი გვაქვს თბილისიდან მიუნხენში, მერე მიუნხენიდან უკვე ნეაპოლში. თუმცა ყველაფრის მიუხედავად ვცდილობ ხნეობა შევინარჩუნოთ. მქონდა პატარა პრობლემა ხვიჩას ხერხემალზე ბრძოლის წინ, მაგრამ ამ პრობლემასაც მე მგონი ვძლევთ და სხვა ყველაფერი მე მგონი კარგად იქნება ყოველ შემთხვევაში. ყველაფრის მიუხედავად, დაღლილობის მიუხედავად, წინ რო გრძელი გზა გვაქვს მაგის მიუხედავად, ხვიჩას ხერხემლის პრობლემის მიუხედავად, განწყობას ვინარჩუნებთ. სულ მალე დაიწყება ჩვენი ჩასხდომა და მე ვეცდები ყველაფერი გაჩვენოთ, რაც მოხდება. გამოვყევით. მიუნხენი და ვტოვებთ მიუნხენს, მზიან მიუნხენს, ვინ იფიქრებდა. და მივდივართ ნეაპოლისკენ. მზად ვართ ყველაფრისთვის, დაღლილები ვართ, გვემჩნევა ალბათ. აგრე. ცოტა ხვიჩამ წაუძინა 1 საათი დაახლოებით მიუნხენის აეროპორტში და ეხლა გადაჯდომა გვაქვს უკვე ნაპოლისკენ. დაღლილობა, არ უშინდებით, ხვიჩას უკვე აქ პროფესიონალური კრევის რინგზე ჩატარებული 95 ორთაბრძოლა ხალხო, არ მოგესმათ, 95, ეს არის 96, ანუ ძალიან დიდი გამოცდილება აქვს და ეს წონის კლება, გზა და რაღაც უცხო ქვეყანა და ეგეთი რაღაცეები არ არსებობს. ამ მთელი მსოფლიო ხვიჩასთვის არის როგორც საკუთარი სამშობლო. შესაბამისად, ასეთ რაღაცებს არ უშინდებით, ეს ჩვეული მომენტია და მივდივართ სრული შემართებით. Let's go! იტალიური ჰაერი, ნეაპოლი, ველოდების ჩანთებს და იმედია დროულად გვხვდებიან ჩვენი მასპინძლები. აქა ვართ. მასპინძელი დაგვხვდა და დავიძარით ახლა ნეაპოლიდან სალერნოს მიმართულებით. სალერნოსთან ახლოს არის ბრძოლები, უშუალოდ ზუსტად სასტუმროს მდებარეობა მე არ ვიცი. თუმცა მივდივართ და ვნახოთ. საინტერესო მხარეა ზოგადად სამხრეთი იტალიის. ვარ სალერნოში ნამყოფი, ნეაპოლში არა ვარ. თუმცა გზადაგზა შევხედოთ კიდე და ვნახოთ ყველაფერი. Che confusione sarà perché ti amo, è un'emozione che cresce
esce piano piano. Stringimi forte e stammi più vicino. Se ci sto bene sarà perché ti amo. Io canto al ritmo del dolce tuo respiro. È primavera, sarà perché ti amo. Cade una stella, ma dimmi dove siamo. Che te ne frega, sarà perché ti amo. E vola, vola, si sa, sempre più in alto. Si va e vola, vola, con me. Il mondo è matto, perché se l'amore non c'è, basta una sola canzone per far confusione fuori e dentro di te. Vola, vola, si va, sempre più in alto. Si va e vola, vola, con me. Il mondo è matto, perché se l'amore non c'è, basta una sola canzone per far confusione fuori e dentro di te. Ma dopo tutto che cosa c'è di strano? È una canzone, sarà perché ti amo. Se cade il mondo, allora ci spostiamo. Se cade il mondo, sarà perché ti amo. Stringimi forte e stammi più vicino. È così bello che non mi sembra vero. Se il mondo è matto, che cosa c'è di strano? Matto per matto, almeno noi ci amiamo. E vola, vola, si sa, sempre più in alto. Si va e vola, vola, con me. Il mondo è matto, perché se l'amore non c'è, basta una sola canzone per far confusione fuori e dentro di te. Vola, vola, si va, sarà perché ti amo. E vola, vola, con me. E stammi più vicino. E se l'amore non c'è, ma dimmi dove siamo. Che confusione sarà. ნოჩერა ინფერიორე პატარა დასახლება სალერნოს და ნაპოლის შორის, სადაც მოგვიყვანეს სასტუმროში. დავბინავდით. ცოტა ხანი დავისვენეთ კიდეც, დაახლოებით 1 საათი და ახლა ველოდებით უკვე აწონების დროა. რა თქმა უნდა, ერთ სული გვაქვს წონის ჩაბარება არის უმნიშვნელოვანესი და ველოდებით რომ რაც შეიძლება მალე ჩავაბაროთ წონა, რომ დაიწყოს მერე უკვე აღდგენის პროცესი და ბედნიერებაც ნელ-ნელა მოვიდეს. სხვა ყველაფერი ვცდილობთ რომ განწყობა ასეთ ვისე შევინარჩუნოთ და უკვე როცა დავიწყებთ წონის აღდგენას, განწყობის კიდევ უფრო გაუმჯობესება და გაუმჯობესებაც ამის თამდევი პროცესი იქნება. ნახოთ აბა აწონებზე რა მოხდება. პლანტაციებში მოგვიყვანეს მართლა ხუჩასი არის ხანს. ფოტოს გამუშავებენ და ო, ლიმნის ესეთი დიდი ბაღია და აქ არის რაღაცა სიმწვანე და მართლა არაჩვეულებრივი ადგილია სინამდვილეში. და აქ არის როგორც ჩანს სადღაც აწონების ცერემონიალი. კარგი ადგილია. მოეხმარება 1 საათით. 1 საათი კრეფაში, ლიმნის კრეფაში უნდა მივიღოთ მონაწილეობა. აი ესეთი სიტუაცია. აი ასეთი, აი აქეთ არის ეს მაღალი მთები. მოკლედ გარემო ჩანს მშვენიერი, სინამდვილეში აი ასეთი. აი ჩემო ხვიჩა, მე მგონი საგულაოდ მოგვიყვანეს პირიქით. კარგი ადგილია, აქ საზოგადოება უკვე შეკრებილია და აწონების ცერემონიალი იქნება. Alarm clock screams at 4:30 sharp. No audience watching, just shadows in the dark while you scroll for likes. I stack the bricks, callous hands gripping truth, not tricks. Sweat maps the floor where doubt once stood. Every missed meal turned into fuel for good. No golden ticket, just steel-toed grind. Left comfort bleeding far behind. You think it's fame that carves a name? Watch how real men earn that flame. 1% luck,
You flinched at pressure, I breathed it in. Turned every setback to skin beneath skin. No highlight reel, just receipts of pain. Receipts that whisper you'll rise again. Fingertips raw on cold steel bars. Counting breaths like falling stars. You wanted cheers, I wanted core. The kind that doesn't crack when doors slam shut. The trophies gleam, but won't survive the test. Mine's written in bone, not by romance. 1% love, 99 win, 0 short squats. All the hours I've spent, 10,000 scars, not a single regret. My nails not given, it's burned in, yeah. They ask why I never pose for the flash, because legacy isn't posted, it's blessed in the dark. 1% love, 99 win, 0 short schools. All the hours I've spent, 10,000 scars, not a single regret. My name's not given, it's burned in here. Remember the name on. Remember the name on. 1% love. მეგობრებო, თქვენთან ნახეთ გუშინ ჩვენი აწონვების ცერემონიალი. წონა ჩავაბარეთ. ცოტა პლუსებში ვიყავით, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი. გასაშვებზე მიღმა არ წავსულვართ. ყველაფერმა ნორმალურად ჩაიარა და დღეს უკვე ბრძოლის დღეა, დილით მცირე საუზმე მქონდა, უნდა ითქვას, რომ ზოგადად იტალიაში საუზმე ესეთი არიციან ჩვენ რო გვიყვარს ისეთი. როგორც წესი ხარისხიანი და ისეთი მსუბუქი. ხო და ნუ რაც არის კარგია და გამოვედით აი ესე ქუჩაში მშიერი მგლებივით. უნდა ითქვას, რომ ეს პატარა დასახლება ნოჩერა ინფერიორე მდებარეობს ძალიან საინტერესო ადგილას. ნაპოლისა და სალერნოს შორის, ორივესთან ახლოა, შუაშია. სალერნოც და ნაპოლიც ზღვის პირას არის, ეს არის ზღვისგან მოწყვეტილი მთების ძირში. საკმაოდ საინტერესო ძველი იტალიური დასახლებაა და ნუ განსაკუთრებული ძეგლები აქ არ არის, თუმცა მაინც ბევრი საინტერესო და ჩვენთვის მნიშვნელოვანი ადგილი შეგვიძლია ვნახოთ. თან სიარული კარგია დილით ბრძოლის დღეს და მე და ხვიჩაც ახლა გამოვედით და დავათვალიერებთ ამ ქალაქის ქუჩებს, რამოდენიმე ადგილი შერჩეული მაქვს, რაც უნდა ვნახოთ და მოკლედ წავიდეთ და აბა ვნახოთ ერთად ჩემო ხვიჩა და ვაჩვენოთ ჩვენს გულშემატკივარსაც რა ხდება ამ პატარა ქალაქში ჩვენი ბრძოლის წინ. Che confusione, sarà perché ti amo, è un'emozione che cresce piano piano, stringimi forte e stammi più vicino, se ci sto bene, sarà perché ti amo. Io canto al ritmo del dolce tuo respiro, è primavera, sarà perché ti amo, cade una stella, ma dimmi dove siamo, che te ne frega, sarà perché ti amo. E vola, vola, si sa, sempre più in alto si va, e vola, vola con me, il mondo è matto perché se l'amore non c'è, basta una sola canzone per far confusione fuori e dentro di te. ახლა უნდა ვნახოთ ერთი უძველესი ეკლესია, რომელიც ქალაქ გარეთ მდებარეობს და წამოვედით საკმაოდ ბევრი მოგვიწია სიარული.
გზადაგზავ ნახეთ აი ესეთი მანდარინის ბაღები საკუთარი ხელით მოუწყვიტეთ. პირველად მოუწყვეტეთ ცხოვრებაში ხიდან მანდარინი. ჩაიფიქრე ხუჭა. ხო და საინტერესოა რა, გარშემო არის ლიმნის, მანდარინის, ფორთოხლის პლანტაციები და ჩვენ კიდე აი ესე მოვდივართ და ვერ მოვაღწიეთ ქალაქ გარეთ. ეხლა დავაგემოვნებთ. სუნი არა აქვს, მაგრამ ფერზე კარგი ჩანს და გემოც გავტესტავთ, ეხლა ვნახავთ. ხო, კიდე რა მინდოდა მე თქვა, დღეს არის ხუჭას დაბადების დღე. შესაბამისად мотиваცია არის 10 მაგი. რო დაბადების დღეზე ხუჭამ საუკეთესო შედეგი უნდა აჩვენოს. 100%. მზად არის და შეუბერავთ. Che confusione sarà perché ti amo. È un'emozione che cresce piano piano. Stringimi forte e stammi più vicino. Se ci sto bene sarà perché ti amo. Io canto al ritmo del dolce tuo respiro. È primavera sarà perché ti amo. Cade una stella ma dimmi dove siamo. Che te ne frega sarà perché ti amo. E vola vola si sa sempre più in alto. Si va e vola vola con me. Il mondo è matto perché se l'amore non c'è basta una sola canzone per far confusione fuori e dentro di te. Vola vola si va sempre più in alto. Si va e vola vola con me. Il mondo è matto perché se l'amore non c'è basta una sola canzone per far confusione fuori e dentro di te. Ma dopo tutto che cosa c'è di strano? È una canzone, sarà perché ti amo. Se cade il mondo allora ci spostiamo. Se cade il mondo sarà perché ti amo. Stringimi forte e stammi più vicino. È così bello che non mi sembra vero. მოკლედ მეგობრებო, მე და ხუჭამ ბევრი ვიარეთ, ცოტა ვიარეთ, დღეს ეს ქალაქი ფეხით შემოვიარეთ. ყველაზე საინტერესო რა თქმა უნდა იყო აი ის მე-5 საუკუნის ძალიან ძველი ეკლესია, რომელიც შიგნიდან ეს ძველი სვეტებით იყო გაფორმებული, უძველესი და მართლა ძალიან საინტერესო იყო და მართლა სხვა სულის უფევდა შიგნით. ამის მერე დავბრუნდით, საკმაოდ ბევრი მოგვიწია ფეხით სიარული, თვითონ ქალაქზე რა შეიძლება ითქვას, რაღაც განსაკუთრებული არ არის, მაგრამ ძალიან საინტერესოა. ხუჭა, შენ რა შთაბეჭდილება დაგჭირ პირველ რიგში აი ამ ქალაქზე და რა სიტყვი ზოგადად აქაურ სიტუაციაზე? მე როგორც გარემო ძალიან მომეწონა რა, ანუ რაღაც ძველი შენობებია და სხვანაირი სტილის ქალაქია უფრო რა, ისეთ ძველი ქალაქის შთაბეჭდილებას ტოვებს და რა ვიცი, ყველაფერი გარემო და რაღაც საუკეთესოა რა. მაგასთან პრობლემა არ გვაქვს გარემოსთან ვადაპტირდით შეიძლება ითქვას. ხუჭა, დღეს არის შენი დაბადების დღე. მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცო. 31 წლის ხარ უკვე და 31 წლის ასაკში მოასწარი და პროფესიონალურ კრივის რინგზე უკვე 95 ბრძოლა გაქვს გამართული. როგორია შენი мотиваცია დღეს? აი ამდენი ბრძოლის მერე უკვე ამ ასაკში ზოგი ახლა იწყებს სულაც კარიერას პროფესიონალური კრივის რინგზე. შენ ბევრის მნახველი მოკრივე ხარ. როგორია შენი мотиваცია და უშუალოდ აი ამ ბრძოლაზე რა შეგიძლია რო გითხრა? ამ ბრძოლისთვის ნორმალურად ვიმზადებოდი, რასაც მე ჩემი თვალით იმაშვები და რასაც უყურებ და გადავწონე ყველაფერი. ესეთ კარგ ფორმაში უნდა ვიყო და რავი, დანარჩენი რინგზე გამოჩნდება ეხლა მოსაგებად ვარ ჩამოსული და თან დაბადების დღე მომაქვს, ეგეც პლუს უფრო დიდ სტიმულს მაძლევს, რომ გავიმარჯვო და რა ვიცი, ყველაფერს გავაკეთებ. წინასწარ არ მიყვარს ხოლმე დიდი ბევრი ლაპარაკი, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ, რომ დღეს გამარჯვება წამოვიდო. ვიცი, შენი შემართება, ისევე როგორც ყოველთვის, შენ ყველა ბრძოლაში ზოგადად შემართული ხარ, თუმცა პაუზა გქონდა საკმაო ხანი. აი ამ პაუზამ რაიმე ცუდად ხო არ იმოქმედა შენზე და შენ ფორმაზე?
ცოტა რაღაც მხრივ კი პაუზა არ მიყვარს ხოლმე რაც დიდი ხანი შესვენება მე უფრო ვარდები ხოლმე რაც არ უნდა ვივარჯიშო მაინც ასე თუ ისე რაღაც მაკლდება რა მაგრამ ეხა არც ისე დიდი პაუზა არ მქონდა სულ რაღაც 3 თუ 4 თვე გავიდა ჩემთვის მაინც ბევრია მაგრამ მაინც არც ისე ბევრია რა ვარჯიშობდი ხოლმე სპარინგობდი და ანუ ეხა ამჟამად დიდად არ იმოქმედებს რა ასე ვფიქრობ. ხვიჩა, ბოლო კითხვა რაც უნდა დაგისვა, ეს არის რომ შენ მაყურებელი და გულშემატკივარი გიცნობს როგორც რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ბრძოლები გაქვს ჩატარებული ევროპაში განსაკუთრებით, რა ვიცი, ინგლისში ჩემპიონი ყავს ინგლისშივე დამარცხებული და იტალიაშიც ბევრი ბრძოლა გაქვს მათ შორის გამართული საფრანგეთში და ასე შემდეგ, ანუ მაგრამ ძირითადად ასპარეზობდი შედარებით დაბალ წონებში, ჯერ 56-17 კილო, მე 59. ბოლო პერიოდში უკვე სუბუქ წონაში ახვედი და ახლა ვიბრძვით უკვე სუპერ სუბუქ წონაში, ასე ვთქვათ, 63.5 კილოგრამში. ნუ უკვე გამართული ამ წონაშიც ბრძოლები, აი ეს წონის ადაპტაცია როგორ გაიარე ახალ წონაში, როგორ გრძნობ თავს? ახალ წონაში, ანუ თავიდან ცოტა უფრო ის ვიყავი, შეშინებული ვიყავი, რადგან ცებ წონაში რო აიწევი, იქ მეგონა რომ უფრო დიდი დატყვევები იქნება, უფრო რთული იქნებოდა რა, მაგრამ არც ისე ასე არ ყოფილა. ანუ პატარა წონიდან როცა ვიყავი რო არ ამოსული, უფრო შედარებით სწრაფი ვარ რა, ჩემი აზრით და ამ სისწრაფის ხარჯზე აღარ ვიღებ ისეთი დარტყმებს. და რა ვიცი არ მიჭის რა ამ წონაში ჩუბე არანაირად პირიქით უფრო უკეთესად ვიგრძე ჩემი აზრით ვიდრე დაბალ წონაში ანუ სიტყვით ისე ჟღერს რომ რაღაცა დაბალი კილოს წონა მაგალითად 57 და რაღაცა და ეს რა არის რო დაფიქრე რა ადამიანი 57 კილო მაგრამ იქ უფრო ის სისწრაფეა და უფრო ასე ვთქვათ წარე დარტყმები მოდის რა უფრო კომბინაცია და უფრო ის არის ამ ძიმე წონაში ხა არც ისე დიდი განსხვავება არ არის ხა 57 და რაღაც 63 მაგრამ აქ შედარებით შევამჩნიე რომ უფრო სისწრაფის ნაკლებობაა და ამ სისწრაფის ხარჯზე უფრო აღარ მიჭის რა მოკლედ ადაპტაციამ შეიძლება ითქვას რომ კარგად ჩაიარა ახალ წონაშიც და ნუ შედეგებს კიდევ დღესაც ვნახავთ უშუალოდ რინგზე მინდა გულშემატკივარს უთხრა რომ ხვიჩა ამავდროულად არის უკვე მწვრთნელიც საკმაოდ წარმატებით ასპარეზობს აი ამ ასპარეზზეც მოკლედ სამწვრთნელო კარიერაც იწყება და კარგად ვითარდება მე მინდა ზოგადად ახალციხის კრივის კლუბს მიულოცო სულ ახლახანს წინა კვირას თქვენი კრივის კლუბიდან ძალიან კარგი გამარჯვება მოიპოვა ანდრანიკ ჯანამიანმა გასულ ბრძოლაში საფრანგეთში ადგილობრივი მეტოქე მე-6 რაუნდში დაანოკაუტა ზოგადად ახალციხის კრივის კლუბი როგორც ჩანს ძალიან კარგად მუშაობს გრძელდება ეს თაობების ტრადიციები რაც იყო მინდა ამ კუთხითაც წარმატებები გისურვოთ მე ველოდები რომ უახლოეს პერიოდში ახალციხელი მოკრივეები შესაძლებლობა ექნებათ რომ ახალციხეშივე გავმართოთ პროფესიონალური კრივის დიდი ტურნირი და მე მგონი დიდი ზეიმი იქნება ამ შემთხვევაში თუ ეს მოხერხდა. მოკლედ მინდა გისურვოთ წარმატებები, შენ ერთ-ერთი გამორჩეული სახე ხარ მთლიანად ქართული პროფესიონალური კრივის, ისე როგორც შენი ქალაქის და გისურვებ წარმატებებს და ეხლა უკვე შეუბეროთ და კიდე ერთი გამარჯვება მოუტანოთ ჩვენ ქვეყანას. ცდილობდა ყველაფერზე გავაკეთებ და ნახოთ რა ღმერთი ჩვენსკენ. მოკლედ მეგობრებო, აი ასე, ეხლა იწყება უკვე შოუ, აი ესეთ დარბაზში ვართ მოსული. აი ასე ცოტა ადრიანად მოგვიყვანეს, ყველაფერი მზად არის. ჩვენ განწყობა კარგი გვაქვს, როგორც ნახეთ, საბრძოლველად ვართ მზად და შეუბერავთ. My palms raw, no spotlight glare, just echoes in the war. While you chase trends, I stack the weight. Each breath a vow, each drop a fate. Fingertips cracked on iron bars, counting breaths like falling stars. No handouts, beg, no past retrace. Every star a medal, earned in grace. You think respect is bought with no
კარგი ხარ ხუჭი. უპასუხე ხლა ეგრე კარგი იყო სიარე. ირიქი მე. ეგრე უპასუხო თანდათო. კარგი შეგიძლია. ხელა. აი ბიჭი, ეგრე აჩვენე რომ შეგიძლია. ახლა რო ხარ უფრო შენი უპირატესობა, ახლა ეცადე შეხვიდე. Shortcuts, all the hours I've spent, 10,000 scars, not a single regret. My name's not given, it's burned in, yeah. My name's not given. Good luck to you, bro. It's burned in, yeah. მოგზაურობა სრულდება, ცხოვრება გრძელდება. მე და ხვიჩა ვიმყოფებით ნაპოლის საერთაშორისო აეროპორტში, მივემართებით ვენისკენ და ვენიდან შემდეგ უკვე თბილისისკენ. რა შეიძლება ითქვას, ხვიჩამ მორიგი ძალიან საინტერესო და კარგი ბრძოლა გამართა. გამარჯვების მოპოვება ამჯერად ვერ შევძელით სამწუხაროდ, თუმცა ქონდა ამ ყველაფერს თავისი მიზეზები. ყველაფრის მიუხედავად მე ვფიქრობ, რომ საინტერესო, კარგი ბრძოლა ჩაატარა ხვიჩამ. აი შეხედეთ, ერთი ნაკაწრიც კი არ აქვს სახეზე. სიმპათიური ბიჭია, როგორც ყოველთვის. ხვიჩამ, შენ რამდენად კმაყოფილი ხარ ამ მოგზაურობით? შენი ასპარეზობა როგორი იყო და როგორ შეაფასე? ჩემ ასპარეზობას არც ისე კარგად შევაფასებ. არა ვარ დიდად კმაყოფილი, მაგრამ შემდეგისთვის კეთესად მოემზადები რა. რაც შემეძლო გავაკეთე. თლად ცუდი არ იყო, მაგრამ მეტი შემეძლო რა. და შემდეგ ბრძოლებში უკეთესად მოემზადები და აუცილებლად გამარჯვებით დავბრუნდები. ამის პირობას ვდები. ხვიჩა სიტყვა ყველა მოვისმინეთ. ხვიჩა ის მოკრევია, რომელიც თავის პირობებს ასრულებს და არაერთ ბრძოლაში აქვს ეს ყველაფერი დამტკიცებული. ჩვენ ნახეთ, რომ გასაგებია ძალიან ძლიერი მეტოქე იყო, გასაგებია, რომ შენთვის ეს წონა მაინც გინდა თუ არა მეტია, მაღალია, პრობლემურია, არ არის მარტივი. დანარჩენი ადაპტაცია წავა ამ წონაშიც, შენთან ყველაზე უკეთ იცი, რა შეგიძლია განავითარო, გამოასწორო და ყველაფერი წინ გვაქვს. რაც შეეხება მოგზაურობას, მეგობრებო, მინდა ვთქვა, რომ საკმაოდ საინტერესო იყო, ბევრი საინტერესო ადგილი ვნახე, თვითონ ქალაქი ჩვენთვის საინტერესო იყო. მართალია ძალიან ახლოს ვიყავით აი პომპეის ლეგენდარულ ნანგრევებთან თუ როგორ შეიძლება მოიხსენიოთ, ახლოს ვიყავით ძალიან ბევრ საინტერესო ადგილთან. ამჯერად ვერ შევძელით ყველაფრის ნახვა, გამომდინარე ჩვენი გრაფიკიდან, თუმცა სადაც ვიყავით, რაც ვნახეთ, მე მგონი კმაყოფილები ვარ, ძალიან საინტერესო იყო და შოუს რაც შეეხება არანაკლებ საინტერესო შოუზე მოვხდით, საკრივო კუთხით. უნდა ითქვას, რომ გადიოდა ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პლატფორმაზე, დაზნზე, გათამაშდა იტალიის ჩემპიონის ქამარი, გათამაშდა WBC-ს Silver მსოფლიო ჩემპიონის ქამარი და ერთ-ერთი მთავარი ბრძოლა იყო ჩვენიც მათ შორის იტალიურ რინგზე, ჩვენ კმაყოფილები ვართ. დანარჩენი ყველაფერი წინ არის, ხვიჩა მომავალ ბრძოლებში მომავალი გამარჯვებებით გაგვახარებს. და ყველაფერს გავაკეთებ მომავალში, მომავალ ბრძოლებში. დიდი იმედებით დავბრუნდებით. ყველაფერი მაგრად იქნება, ჩვენ კი გემშვიდობებით აუცილებლად მოიწონეთ ეს ვიდეო, გააზიარეთ თქვენ სოციალურ ქსელებში, დაგვიტოვეთ თქვენი კომენტარების სახით თქვენი მოსაზრებები, გამოიწერეთ YouTube-ის არხი სახელად Boxing George, ასევე Facebook-ის გვერდი კრევის სამყარო, წინ ძალიან ბევრი, ძალიან საინტერესო მოგზაურობა გველის ქართველ მოკრევეებთან ერთად.